ძალიან საინტერესო, ძალიან პრაქტიკული, მე ვიტყოდი, ვებგვერდი ფაქტიურად, რომელსაც ჩვენ საკმაოდ ხშირად ვიყენებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ესეთი პრაქტიკული ინსტრუმენტია უფრო. კი, Jumpstart Georgia არის ის ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში აკეთებს ყველაზე საინტერესო ინფოგრაფიკებს, პრინციპში ინფოგრაფიკების და ესეთი ვიზუალურად ინფორმაციის გადმოცემაში არიან პიონერები და ძალიან მაგრები და პერიოდულად აკეთებენ ხოლმე სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით ესეთ ინტერაქტიულ ვიზუალურ გამოსახულებებს. ეს კონკრეტული, რაც გვინდა გიჩვენოთ, არის ის თუ რამდენ ხანში მოახერხებს ჩვეულებრივი რიგითი ადამიანი ბინის ყიდვას და ბინის ყიდვისთვის საჭირო თანხის შეგროვებას. გამომდინარე იქიდან, რომ 2014 წლის მონაცემებით საშუალო ხელფასი არის 1091 ლარი, იმ შემთხვევაში თუ დაზოგავთ 25%-ს, თბილისში მცირე ბინის, ანუ დაახლოებით ერთოთახიანი ბინის 45 კვადრატული ბინის შეძენისთვის დაგჭირდება 30 წელი. ჩავატაროთ ექსპერიმენტი. ეს რუკა კარგი არის, იმიტომ აი მაგალითად ავიღოთ 60 კვადრატული. 60 კვადრატული. და დავზოგოთ თვეში, არ ვიცი, რამდენი დავზოგოთ? 30%. ნუ დავზოგოთ თქვათ 500 ლარი? დავზოგოთ 500 ლარი. დავზოგოთ ხო? 500 ლარი. 550 ლარი. ხო. და ქვემოთ გვეუბნება რამდენი ქვემოთ უჩამოვოთ, უნდა მოვიფიქროთ სად. მაგალითად თბილისით დავიწყოთ. თბილისით თუ დავიწყებთ თბილისით, აღმოჩნდება, რომ 18 წელი და 11 თვე დაგჭირდება 60 კვადრატული ბინის შესაძენად. ამისთვის საჭიროა 124,000-ზე მეტი ლარი, მაგრამ ბანკის სესხს ვერ ავიღებთ, იმიტომ რომ ბანკში სესხებს 15 წელზე მეტი პერიოდით არ გასცემენ, შესაბამისად დაგჭირდება, რომ ესე ვაკროვოთ ეს. ასასია, აი ეს გრაფიკიც რო აქვს. ეს გრაფიკი არის ხო ძალიან მნიშვნელოვანი. ოდნავ ზემოთადი დაუხსნი, ანუ წითელი გრაფა არის ის, რასაც იხდი ბინის ღირებულებაში, ზემოთ ცისფერ გრაფას ხედავთ, ეს არის ის, რაც ბანკის სესხს ვიხდით, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ 18 წელი დაგვჭირდა ამ თანხით, სესხი არ არის კარგად დაწვრილი, მაგრამ თუ გადავდოთ მეტი, მაგალითად იყოს 1550 და ცოტა ვიშიმშილოთ. ცოტა არა, ალბათ კარგად უნდა ვიშიმშილოთ, მაგრამ მაინც. აი აქ უკვე მაინც ვერ გვაძლევს ბანკის სესხს. არა, გვაძლევს. გვაძლევს, აი. მოგცა. იმიტომ რომ 9 წელზეა, იმიტომ რომ ეს იპოთეკური სესხები ძირითადად 10 წელზე ენაწილდება. 10-15 წელია მაქსიმუმი, თუმცა 15 წელს უფრო იშვიათად, ანუ უფრო ნაკლები ხალისით გაძლევენ. თან რაც მთავარია, ანუ 15-20% ბინის ღირებულების თავად უნდა გადაიხადო პირველადი, ანუ თანამონაწილეობა არის მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე ძალიან რთულია მხოლოდ ბანკზე იყო მიმართული, იქიდან გამომდინარე მე თვითონ მინდა რომ სახლი ვიყიდო, ჯერ აუცილებლად რომ რაღაც გარკვეული თანხა საწყისი, თქვათ ეს 15% იქნება და 20% მოაგროვო, მე რა უნდა შეერჩო სახლი, მე მიდიხარ რომელიმე კონკრეტულ ბანკში და სთხოვ რომ დანარჩენი დაგიფინანსოს. შარშა გავერკვიე მეც ამ პროცედურაში. სხვა რეგიონებში როგორი სიტუაცია ის საინტერესო იქნება. ხო, თელავი რო ავიღოთ. თელავში დაგჭირდება უფრო ნაკლები ვადა, მაგალითად, იმიტომ რომ უძრავ ქონებას აქვს უფრო დაბალი ფასი, მაგალითად იგივე ფართი შეგვიძლია 2 წელიწადს 5 თვეში შევიწინათ, თუმცა საინტერესო ანუ ის ცისფერი გრაფა რომ მიუბრუნდეთ, რადგან ამბობდი ზემოთ, ეს არის ის თანხა, რომელსაც უხდით ბანკებს, ანუ პროცენტი. რაც უფრო დიდია თანხა, მით უფრო დრამატულია ცისფერი გრაფის მოცულობა, იმიტომ რომ მეტ თანხაზე ცხადია მეტ პროცენტს და რაც უფრო გრძელვადიანია სესხი, მით უფრო მეტი თანხა გამოგვდის საბოლოოდ ბანკისთვის გადახდილი. ყველაზე დაბალფასიანი რეგიონი რომელია? დაახლოებით რო ვიცოდეთ ამ შემთხვევაში. ოზურგეთი იყო, მე მგონი, აი 1 წელიწადსა 11 თვეში იყიდი ოზურგეთში. თქვა სხვა რეგიონებში ეს ალბათ იმერეთია, ხო, ქუთაისი. ბათუმი იყო ისეთი თითქმის ისეთივე ძვირი, როგორიც თბილისი. საკმაოდ ძვირი. და თბილისში შეგვიძლია უბნების მიხედვით სინჯოთ, კი, მონაცვლეობა შესაძლებელია. ხო, იმიტომ რომ ფასები უბნებიდან გამომდინარე, საკმაოდ განსხვავებულია, კვადრატულობასაც რო გადახედო, ანუ $500-დან $1000-მდე მერყეობს თითო კვადრატულის ღირებულება
უბნების მიხედვით. ძალიან პრაქტიკული გვერდია. კი, ცხადია, ეს არ არის მაქსიმალური სიზუსტით, ანუ ცხადია, გარკვეულ პირადი ბანკირი მაინც აქ ჭირდება და ყველა დანარჩენი, მაგრამ ხო, საერთო სურათს ქმნის იგივე პროცენტის შემთხვევაში, იგივე განსხვავება რეგიონების მიხედვით, მოკლედ ისეთი კარგი რუკა შეუძლია შეიყვაროს ჩვენმა მაყურებელს ეს ორგანიზაცია ისე როგორც ახლავე ჩავაგდებთ სპეციალურად იმისათვის მე დარწმუნებული ვარ რომ დაგაინტერესებთ თქვენს იმიტომ რომ არაერთი ადამიანი ვიცი რომელიც ახლა ძებნის პროცესშია კი სამწუხაროდ რამდენადაც ვიცი კლებულობს გაყიდვები მაგრამ ეს უფრო ეკონომეტრის თემა არის ალბათ ჩვენ მაგრამ ფასი არ იკლებს ფასი სამწუხაროდ ჯერჯერობით არ იკლებს